ოპოზიცია იქნება თუ არა ადეკვატური ხალხის მოთხოვნით. ამიტომ ოპოზიცია თუ დგას ხალხთან ერთად უნდა შეასრულოს ხალხის მოთხოვნა. ამიტომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა გაიგოს, რომ მას ამ წუთიდან საქმე არა ოპოზიციასთან, მაგრამ არამედ პირდაპირ ქართულ ხალხთან. ამიტომაც ქართული ხალხის მოთხოვნა არის ერთადერთი. წავიდეს მიხეილ სააკაშვილი. ამიტომ პირადადმა შორტას ვაგნერ უძლებავს. როგორც არა პოლიტიკოსი, არამედ როგორც მოქალაქე, ჩვეულებრივი ოჯახის წილი. ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქე არის თქვენთან ერთად. მე თქვენთან ერთად ვარ თავგანწირისათვის. ამიტომ აუწევთ ყველა ოპოზიციის წევრს, ყველა პოლიტიკურ ლიდერს, რომ იყოს ადეკვატური აგრესიული სიტუაციის მიმართ. ამ სიტუაციის მიმართ, რომელიც დღეს რეალურად არის შექმნილი. დღეს ხარ სერიოზულ პრეცედენტებს საქმე. მიხეილ სააკაშვილს უნდა ცოდნოდა, რომ ოპოზიცია ამდენი ხანი სიტუაციის დაბალანსებას ვერ შეძლებდა. ეხლა სიტუაციას მართავს ქართული ხალხი. ეხლა სიტუაციას ამიტომ საქართველოს თქვენთან ერთად მიხეილ სააკაშვილის გარეშე გავიდეთ! ქართული ხალხის სამართლიან ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დასამარცხებლად გაუვარდეს. ჩვენ დღესვე უნდა მოითხოვოთ მიხეილ სააკაშვილის გადადგომა. დღესვე უნდა გაფრინდეს. ხალხმა უნდა მისცეს ულტიმატუმი. ეს არის ჩემი წინადადება. ხალხმა უნდა მისცეს ულტიმატუმი. ღამის 12 საათამდე მიხეილ სააკაშვილი უნდა გაფრინდეს საქართველოში. ეთიკეთი, ვიტომ დირბინა ძალიან ბევრი, რომ სარამესი იყავი. ძალიან ჯანჯაღათებს გეთხეთ. ჩვენ ისეება. მე გძელა, მე აღდგეს თითოეული ქონდაგანი სახით ჯარისკაცი, რომელიც მზად არის გამოსვას ჩვენ ელემენტ ბრძოლაში. ჩვენ მივედით დღეს მისი წვრილებასთან. მიუხედავად იმისა, რომ მას პირადად ვიცოდი, რომ მისი იმუნიტეტა ვერ გააკეთებდა, არ გააკეთებინა მას იმ განცხადებას, რაც ჩვენ გვინდოდა. მაგრამ მას არ უცხარ ჩვენთვის, რომ ჩვენ არ უნდა ვიბრძოლოთ. სანამ ჩვენ ვიხოთ აგრეთვე და განალაგოთ რა იქნება. ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ჩვენი სულიერი მეწყარი ჩვენთვის არის ყოველთვის მაგალითი და ყველაზე დიდი ძალა. მაგრამ ის რაც უნდა გავაკეთოთ ჩვენ, იმას ვერ გააკეთებს ჩვენი პატრიარქი. ის ვერ გაიწყებს ჩვენ თავიანთ ბრძოლას. ამიტომ ეხლა მოვლენ დანარჩენი ლიდერები. მე იმედი მაქვს, რომ ყველა ოპოზიციაზე იდგება. მე იმედი მაქვს ხალხადონებით, რომ პირველ რიგში დავიჯერებ ხალხზე მერე ყველა კაცი. ჩვენ ეხლა ყველა ლიდერი მოვა, უნდა დავიძრათ პრესია, უნდა დავიძრათ, უნდა დავიდეთ და გადავწყვეტეთ რკინიგზა სიყვარულს. ხელი არ ვიძრებით, მაგრამ ჩვენ ისეთ მოქმედებებს, ყველაზე პრინციპი, ყველაზე რადიკალი, ყველაზე კომპრომისი, ჩვენ გვაქვს ამისი კანონური იქნება. ჩვენ ხართ რეჟიმი